გასაუბრებით ძვირფასო რადიოს სვენელებო. სასამართლო ერთადერთი ორგანო არის, რომელიც მართლმსაჯულებას ახორციელებს. სამართლის ყველაზე დიდ დამხმარედ მიიჩნევს ბრალდებული, რომელიც რომის დარბაზში. თუ გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი და სასამართლოსადმი მოქალაქეთა მომართვი არის. საქმეთა რაოდენობაც მოიმატა და მომხმარებელმაც საქმეთა ნაკადმა. ჟურნალისტის ყოფნა პროცესზე გაასმაგებული мотиваცია, რომ კარგად წარმოჩინდეს სასამართლო. სამართლის გადაწყვეტილებას ცდილობს საქართველოს სახელი. მაგისტრის სასამართლო შექმნა მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო. შეგვიძლია პირდაპირ ეთერს უბრუნდებით. სასამართლოში წესრიგს უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, არსებობს შინაგანაწესი, თუ რა ითვლება დარღვევა. ბათუმის საკალათო სასამართლოში უკვე რამდენიმე წელია ელექტრონული მართლმსაჯულება ხორციელდება. ეს არის უდიდესი კომფორტი. მოსამართლისგან 5 მდედრობის სქესის წარმომადგენელი და 6 მამრობითი სქესის. ყველაზე დიდი შემფასებელი ეს არის საზოგადოება. ეხება ადგილზე მოსულ მოქალაქეებს, თავაზობთ მაღალკვალიფიციური იურისტების მომსახურებას. ისმეთ გადაცემას მართლმსაჯულება. გამსვლელობა მოხდა სასამართლოების სულ 24 გამსვლელებული სასამართლო არის საქართველოში. არის გაძევებას და დაჯერიმებას კომპლექსური ფორმით, მაგრამ ძალიან შემცირდა. საზოგადოებამ ისწავლა, როგორ უნდა ბათუმის მოიცეს. საქალაქო სასამართლო, საერთო სასამართლოების სისტემაში თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ არის მეორე სასამართლო. სამართლე ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს. გადაცემა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით. ეთერშია გადაცემა მართლმსაჯულება. მოგესალმებით ძვირფასო რადიოს სვენელებო, აჭარის რადიოს პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 104-სა და 5-ზე თქვენ ისმენთ გადაცემას მართლმსაჯულება, რომელსაც მე ჟურნალისტი თამილა დოლიძე გაუძღვები, ჩემთან ერთად პირდაპირ ეთერს რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი უზრუნველყოფს. გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით არის მომზადებული. დღეს ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი ჟურნალისტი ჩაბა ანანიძე გახლავთ. გადაცემის დასაწყისში მცირე რეზიუმეს შემოგთავაზებთ და შემდეგ განვაგრძობთ საუბარს, დავიწყებთ საუბარს ჯაბა ანანიძესთან. გთხოვთ. ჯაბა ანანიძე 1984 წლის 2 მარტს ქობულეთში დაიბადა. ის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. განათლება ჟურნალისტიკისა და სამართალმცოდნეობის განხრით მიიღო. 2001-2002 წლებში გაზეთ ბათუმელების, 2004-2006 წლებში გაზეთ 24 საათის, 2006 წლიდან 2009 წლამდე კი გაზეთ კვირის პალიტრის ჟურნალისტი აჭარაში. ასევე ამავე გაზეთის ჩანართის ზღვისპირეთი რედაქტორი გახლდათ. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გადაცემის ხალხის არჩევანი წამყვანი იყო. 2010-2011 წლებში ფონდ ღია საზოგადოებას საქართველოს პროექტის დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში ფარგლებში პუბლიცისტური გადაცემის ნატრის ხე ავტორი და წამყვანი. 2011-2012 წლებში კი ამავე ფონდის დაფინანსებით პროექტის ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობა ფარგლებში გადაცემას ახალი სახელები უძღვებოდა. ამავე პერიოდში ფონდ აირექსის მიერ დაფინანსებული პროექტის უცნობი ფაქტები ჟურნალისტი და პროდიუსერია და ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს. 2013 წელს ფონდ ღია საზოგადოებას საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუს უპასუხეთ ხალხს დირექტორი და გადაცემის წამყვანია. 2009 წლიდან დღემდე ჯაბა ანანიძე ტელეარხ 25-ის ერთ-ერთი სახე და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუს ანალიტიკური გადაცემის დიალოგი წამყვანია. პარალელურად კი სტუდიის რეკ ჟურნალისტური გამოძიება დამფუძნებელი, დირექტორი და საგამოძიებო ფილმების ავტორი გახლავთ. 2014 წლის დეკემბრიდან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი. ბათუმის დემოკრატიის სკოლა ნიმდის კურსდამთავრებული. სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის საგამოძიებო ჟურნალისტიკის სამჯერადი ტრენინგის მონაწილე. პროფესიული გამოცდილების მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ეთერშია გადაცემა მართლმსაჯულება. კარგი ჟურნალისტური რეზუმე გაქვს ჯაბა. მადლობა წარდგინებისთვის, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოვიწვიეთ გადაცემაში. კიდევ ერთხელ მივესალმები რადიო მსმენელს, მივესალმები ჩვენი სტუდიის სტუმარს. 15 წელი აქტიურ ჟურნალისტიკაში ხარ ჯაბა და სწორედ ამიტომ მინდა გკითხო საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემის კეთებისას ან ჟურნალისტური გამოძიებისას ხელშემშელი ფაქტორები რამდენად დიდია. თუნდაც თქვენს არხზე.
ხო, პირველ რიგში მინდა რომ მივესალმოთ თქვენს მსმენელებს და ვფიქრობ რომ მსგავსი გადაცემები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს რეალობაში, მაშინ როცა სასამართლოს გაძლიერების და დამოუკიდებლობის გარეშე წარმოუდგენელია პრინციპში დემოკრატიული საზოგადოების განვითარება და არსებობა და საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში, მათ შორის მაშინ როცა რეფორმები მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუკი მოსამართლეები პასუხს გაგცემენ ჩვენ კონკრეტულ შეკითხვებზე და გავიგებთ ამ რეფორმას მივყვებით კვალ და კვალ, ეგ მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი საქმე და ასევე წარმატებას გისურვებთ ამ გადაცემას. და რა მაინტერესებს, იცით, სანამ შეგეკითხებოდეთ, ამდე ჯერ კითხავთ, რომელ უწყებასთან ჭირს ყველაზე მეტად მუშაობა, თუ მიგიწვდებათ ყველა ინფორმაციაზე ხელი და რა კონკრეტულ ნაბიჯებს გამთ, თუ თქვათ ვერ მოიპოვებთ ინფორმაციას? ხო, ნუ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ხელისუფლებას სამწუხაროდ მიუხედავად რომ თქვა შეიცვალა კიდევაც ხელისუფლება, უჭირს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება, ანუ იმ პასუხისმგებლობის, რომ ის არის არჩეული პირი ან დანიშნული, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ჯიბეებიდან, ხალხის ჯიბეებიდან გადახდილი 20%-ით ასრულებენ ისინი საკუთარ საქმეს, ჩვენ დავიქირავეთ ისინი და მათ არ აქვთ უფლება, რომ არ უპასუხონ ხალხის შეკითხვებს. იმიტომ რომ ჟურნალისტებს სვამ სწორედ შეკითხვას, იმიტომ რომ საზოგადოება მიიღოს ინფორმაცია და სწორედ საზოგადოებას არ ალდება საბოლოო ჯამში თუკი ვერ მიიღებს ის ინფორმაციას, ასე რომ თავდადების პირი და ნებისმიერი საჯარო მოხელი არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას, რომ თქვას უარი ინტერვიუზე ან თქვას კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავოს. ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირია. ჩვენ მე მაქვს შაბისდება, რომ ჩვენ ძალიან ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. მე მახსოვს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ ყავდა ეთერში თქვა დაჭერის თავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეთან არაერთხელ უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი დადიოდა მინისტრებიც ასე შემდეგ და მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ პროკურატურაც, რომელიც ყოველთვის ჩაკეტილი უწყება იყო და არა თუ პირდაპირ ეთერში მოსული იყო პროკურორი, არამედ რომ ისულიყო პროკურატურაში, კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებდა, საჯარო ინფორმაციასაც ვერ მიიღებდი, ხო? სასამართლოს შემთხვევაში შემიძლია თქვა ეგეთი ამბავი, რომ თქვა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მე მქონდა სასამართლოში პროცესი საიას დახმარებით, იმიტომ რომ ვერ მივიღე ინფორმაცია საჯარო რეესტრისგან, ჟურნალისტური გამოძიებისთვის. სასამართლომ მითხრა უარი ამ ინფორმაციის მოწოდებაზე. დადგენილობაში ვერ მივიღე და მივიღე უარი და სასამართლომაც თქვა რომ ეს ინფორმაცია მე არ უნდა მიმეღო. ეს იყო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად საჯარო რეესტრისგან მივიღე მე SMS შეტყობინება, რომ თქვენი ინფორმაცია არ მზად და შეგიძლიათ წაიღოთ. ანუ ეს დაგვიანებული ინფორმაცია. ხო, მაგრამ ინფორმაცია იყო, მაგრამ არა იმ დროს, როდესაც თქვენ ეს გჭირდებოდათ. დღეს არის მოცემულობაც, როცა საჯარო ინფორმაცია ჩვენ ვერ ვიღებთ კონკრეტული უწყებისგან, დღესაც არის ეს პრობლემა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ხშირად ვერც მივდივართ სასამართლომდე, იმიტომ რომ ამეჭირდება გასაჩივრების თქვა კონკრეტული საფასური, ეს დაახლოებით 100 ლარია, რის საშუალებაც ხშირად არ გვაქვს ჟურნალისტებს და ეს ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია ჩვენთვის, იმიტომ რომ ვერ ვასაჩივრებთ იმას, რომ ჩვენ კონკრეტული უწყებები არ გვაწოდიან საჯარო ინფორმაციას. ხა რაც შეეხება უარის შემთხვევაში, როცა უარს გვეუბნება თანამდებობის პირი ხო, მაგალითად მინდა გავიხსენო ბოლო პერიოდში, თქო ბოლო დღეებში რა პასუხები მომისმენია, მაგალითად კაკუძნანაძე, რომელიც არის ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელი უმაღლეს საბჭოში, მითხრა, რომ მიდოდა 6 მობის აღსანიშნავად ოზურგეთში და სწორედ ამის გამო ვერ მოვიდოდა გადაცემაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ან მანამდეც ის მეუბნება, რომ სხვა ღონისძიებაზე მიდის თქვა სადღაც ლანჩხუთში, იმერეთში, კახეთში, ან შეუსულად ჩემოდანზე და მიდის ევროპის რომელიღაც ქვეყანაში და ასე შემდეგ. ან იგივე ავთანელი ბერიძე, რომელიც არჩევნებამდე ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდა და არაერთხელ იყო ძალიან ხშირი სტუმარი იყო გადაცემა დიალოგის და მას ხოსოს კატეგორიულად ამბობდა, რომ ვერ წარმოვიდგენიო როგორ შეიძლება ადამიანმა უარი თქვასო, თანობის პირმა უარი თქვასო და არ მოვიდეს დიალოგში ან ნებისმიერ სხვა გადაცემაში და პასუხი გასცეს შეკითხვებზე, ეს მიუღებელია. დღეს უკვე ის ამბობს, რომ მე დრო არ მაქვს, რომ მივიდე გადაცემაში და მონაწილეობა მივიღო. მაგრამ ყავთ ალბათ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც ყოველთვის მოდიან გადაცემაში და ესე მწვავე კითხვებსაც პასუხობენ. ყავთ ასეთი გამორჩეული რესპონდენტები? კი, ნუ ბუნებრივია კიდე კარგი რომ არსებობენ ასეთი რესპონდენტები, ვინც ასე თუ ისე დადიან მაინც ეთერში, მაგრამ ისევ ყავს დახურული უწყებები, ისევ არიან თანობის პირებისაც არ უნდათ რომ გასცეს კითხვის პასუხები. ეხლა თქვენ იგივე პროკურატურა, რომელიც ვახსენეთ და რომელიც მოდიოდა ეთერში, მაშინ როცა ხელისუფლება ახალი მოსული იყო ქართული ოცნება, შემდეგ უცებ ჩაიკეტა ეს უწყება და არათუ დიალოგში მოსვლა, არამედ საჯარო ინფორმაციას არ გვაწოდიან ისინი. ანუ ეს პროკურატურის შემთხვევაში ვთქვათ ეგრეა და რაც შეიძლება გასაგებიც იყოს, იმიტომ რომ ასე თუ ისე დახურული უწყებაა, ხო? გამართლება ეგ არ არის, მაგრამ შეჩვეულები ვართ ასე ვთქვათ პროკურატურისგან მსგავს ვთქვათ ტაქტიკას.
და ვთქვათ მერია როცა არის ვთქვათ იგივე დახურული უწყება, ეგ არის აბსოლუტურად გაუგებარი. მერი, არჩეული მერი და პირიქით უფრო იქითკენ უნდა გქონოდა მოლოდინი, რომ უფრო მეტად გაიხსენებოდა და გამჭროლე გახდებოდა პროცესები, რაც მერიის შეგნით ხდება. მერი არის აბსოლუტურად დახურული უწყება დღეს ჩვენთვის, იმიტომ რომ არც დიალოგში თან ძალიან უჭირთ თანამშრომლობა, ძალიან იშვიათად რო გამოვიდნენ კონტაქტზე და მიზეზად ამობენ მოუცდელობას და ვთქვათ იგივე ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც უფრო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღეს თუ ვერ ჩავწერეთ ხვალანზე ეგ ჩავწეროთ, ამაზეც კი ისინი არ მოდიან. ანუ ეს არის პრობლემა. თუმცა ამის მიუხედავად თქვენ ახსენეთ შეკითხვაში რას აკეთებთ მაშინ თუ კი ისინი არ მოდიან კონტაქტზე. ჩვენ ამის გამო მაინც არც ერთ შემთხვევაში არ ვამბობთ თემაზე უარს, ანუ თემა და ეს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც გვინდა რომ გავაჟღეროთ და გვინდა რომ გავაანალიზოთ, ჩვენ მაინც ვაკეთებთ ამ თემას, ვაცხადებთ რომ ისინი არ მოვიდნენ ეთერში, ან მოვაქშერება კონკრეტული პირი, მაგრამ ჩვენ ამ თემას მაინც შვილით თქვა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ან არასამთავრობო სექტორთან ექსპერტებთან ერთად და ესე შემდეგ. ანუ თემას ჩვენ არ ვაკეთებთ ბუნებრივია ამის გამო, მაგრამ სამწუხაროდ ერთ და იგივე წრეზე ისე მივდივართ, იმიტომ რომ როცა შეიცვალა ხელისუფლება, მაშინ აშკარად ჩანდა ღიაობა ჟურნალისტების მხრიდან, რაღაც რამოდენიმე თვე გაგრძელდა ეს, შემდეგ როცა იგრძნეს რომ კრიტიკული შეკითხვები გაჩნდა უკვე მათ მიმართ, ამას უკვე ვეღარ გაუძლეს და ჩათვალეს რომ შეიძლება ამის გარეშეც, ანუ ჩათვალეს რომ საზოგადოება ამას მიიღებს თუ აი რას თქვენ, არ ვიცი, ფაქტია ჩანს ის რომ აქვთ იმის განცდა რომ ანგარიშვალდებულება არის პრობლემა მათი მხრიდან, ანუ ამის გააზრება საკუთარი პასუხისმგებლობის. ძალიან კარგად თანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან. კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. და აი თქვათ თქვენ აკეთებთ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ფილმებს. მოყოლია თუ არა ვთქვათ ამ ფილმებს შემდეგ აი იმათი მხრიდან ვინც თქვენთან არ დადიან გადაცემაში ან არ ეწერებიან ამ ფილმებში მოყოლია თუ არა მათი მხრიდან ვთქვათ რაიმე კრიტიკა ან როგორ გიწვევიათ თქვენს თავზე მათი კრიტიკა. მე მახსოვს გახმაურებული საბჭოს სხდომა რო გაიმართა ჟურნალისტური ეთიკის ხარტიის ბათუმში. აი მე ეს ერთი ფაქტი მახსოვს და ზოგადად სხვა ფაქტების თუ ყოფილა. ხო, აი მე ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ ჩვენ გვექნება ნდობა მაყურებლის და მსმენელების მხრიდან, ეგ არის ყველაზე მთავარი და ამ შემთხვევაში ყოველთვის გაგვიწევენ ასე თუ ისე ანგარის თანამდებობის პირები. აი მაგალითად ბოლო შემთხვევა მინდა გავიხსენო, როცა ჩვენ გავაკეთეთ ფილმი ტრეფიკინგზე, ტრეფიკინგი იატაკოჟეში, ამ სათავრად გავიდა ეს ფილმი და ამ შემთხვევაში ჩვენ მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაპირველად გითხრა უარი, ვერ მოგცემთ ინტერვიუსო, თუმცა ჩვენ დაახლოებით 1 თუ 2 თვე ვმუშაობთ ამ ფილმზე და ფილმის მზადების პროცესში შეგვიხმარა თავად შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო და გითხრა რომ ჩვენ მზად ვართ მოგცეთ ექსკლუზიური ინტერვიუ, იმიტომ რომ სპეციალური ჯგუფი მუშაობს ამ მოწყებაში და მისი ხელმძღვანელი მოგცემთ ინტერვიუსო. როგორც ჩანს, მათ არჩიეს სწორედ ის, რომ ფილმში გვეთქვა ჩვენის რომ ეს უწყება უარს ამბობს კითხვებს პასუხი გასცეს, ამის ვთქვათ ამ ინფორმაციის გაჟღერებას არჩიეს ის, რომ პასუხები გაეცათ კონკრეტულ შეკითხვებზე. და ეს ყოველთვის დადგება მსგავსი მომენტი, თუ კი გადაცემას ეს მნიშვნელობა არ აქვს ტელეგადაცემა თუ რადიოგადაცემა თუ საგაზეთო სტატია, მას ყავს კითხველი, ყავს აუდიტორია, ყავს მსმენელი და ენდობა მაყურებელი, მომხმარებელი ამა თუ მედია პროდუქტს. მაშინ ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს და ესეთი გამოხმაურებები რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან უჭირთ ამ კრიტიკის მიღება და ის გააზრება იმ მოცემულობის რაც მათ რეალურად აქვს, სწორედ ესეთი შემთხვევა იყო. ყველას უჭირს, არა მხოლოდ ჩვენთან, ჩემი აზრით. ხო, მაგრამ ეს შემთხვევაში აშკარად ეგ იყო, იმიტომ რომ იქ სადავ არ გამختარა არც ერთი ფაქტი, რაც შეეხებოდა იგივე ხარჯებს, თუ რა შეიხარჯება ის 5 მილიონი ყოველწლიურად. მათ შორის იმ სულგუნებში ასე შემდეგ, მათ შორის იმაში რომ სამღდელოება სპარტიჟებს ავთანდილ ბერიძე თითქოს საკუთარი ჯიბიდან, ხო? საკუთარი ჯიბიდან კი ბატონო დაპატიჟოს, მაგრამ როცა სახელმწიფოს ხარჯზე დაახლოებით 3000 ლარს ხარჯავს იმაში რომ სამღდელოება დაპატიჟოს საჭარო სახლში ხაჭაპურებს და ამის უფლებას აძლევს, ხო, ეს ფაქტები არ გამختარა შემდეგ. ჯაბა, აი, ზუსტად მაგ პასუხიდან გამომდინარე მინდა დაგისვა ერთი კითხვა. იმიტომ რომ იყო პერიოდი, მე დიდი ხანია ვმუშაობ საზოგადოებრივ მაუწყებელი დღეს ხويا, ანუ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში და მე მახსოვს ისეთი პერიოდები, როდესაც ასეთ რამესაც ვერ ამბობდი ეთერში. აი შენი 15 წლიანი ჟურნალისტური პრაქტიკიდან გამომდინარე, შენი აზრი მედიის თავისუფლების შესახებ მაინტერესებს. ასე თავისუფლად ვლაპარაკობდით ადრე თუ დღეს უფრო თავისუფლად ვლაპარაკობთ?
ხო, მე საბედნოდ ყოველთვის ლაპარაკობდი ვარ ეს გამონაკლისი მგონი, იმიტომ რომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის. სად რომელ არხზე ლაპარაკობდი? არასდროს არ მოვხვედრილი ვარ იცით არხზე და ნუ პრინციპში ეს ჩემი მთავარი პრინციპული მიდგომა იყო, რომ არ მოვხვედრილიყავი და არ მივსულიყავი ისეთ მედია ორგანიზაციაში, სადაც შეიძლება დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი სარედაქციო დამოუკიდებლობა. ეს პრინციპში განაპირობა თავიდანვე გაზეთმა ბათუმელმა მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე პირველ კურსზე ვიყავი ჯერ კიდევ ჟურნალისტიკა, როცა მოვხდი ამ გაზეთში და 2001 წლიდან 2001 წლიდან და მაშინ საკმაოდ კარგად გავიაზრეთ თუ რა არის მედია თავისუფლება და ამ მედია თავისუფლების ღირებულება ჩემთვის. ერთ პრინციპული გახდა ეს ჩემთვის, რომ ჩემთვის ეგ პრობლემა არისად მდგარა, ანუ არც ბუნებრივია გაზეთ ბათუმელებში, არც 24 საათში, არც კვირის პალტრაში და არც ბუნებრივია ტელევიზიაში, სადაც ძალიან მაღალი ხარისხია სიტყვის გამოხატვის თავისუფლების. აი, სწორედ ამ საუბრიდან გამომდინარე, ვერავული გვერდს რუსთავი 2-ის თემას. მე დღეს ჩვენ საინფორმაციო გამოშვებებში და ზოგადად ყველა არხზე გადიოდა ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 საათზე პრესკონფერენცია გამართა და განცხადება გააკეთა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თია პერტაიამ, სამინისტროს სახელით, სადაც საუბარია იმაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო მეთვალყურეობის კამერები, რომელთა საშუალებით 24 საათიანი მონიტორინგიც განხორციელდება. ტერიტორიაზე დღეღამის განმავლობაში იმორიგებებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველყოთ მოქალაქეების, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და ავირიდოთ მოსაოდნელი პროვოკაციები თავიდან. თქვა, მე განცხადებაში დავრცელდება ასევე გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერი, სადაც ექს-პრეზიდენტის გადატრიალებისკენ მოწოდება ისმის. აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შენი აზრი მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით, ჯაბა. ხო, ბუნებრივია რუსთავი 2 არის შემთხვევა, როცა ჩვენ არ შეგვიძლია ლაპარაკოთ მხოლოდ ერთი რაღაცა კუთხით ან ერთი მოცემულობით და ერთი ფაქტით. აქ არის მნიშვნელოვანი კონტექსტი, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტი, ის ფაქტები და მოვლენები, რაც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და რაც მთლიანობაში გვიტოვებს შთაბეჭდილებას, მე პირადად ასეთი შთაბეჭდილებით ვარ, რომ ეს დავა, რაც მიდის სასამართლოში, არ არის კერძო დავა. ძალიან გულუბრყულო იქნება ამის დაჯერება, რომ ეს მხოლოდ კერძო დავა, რაც ხელისუფლება ამტკიცებს იმ ფონზე, რაც თავად ხელისუფლებამ შექმნა. აქ აშკარაა პოლიტიკური ბრძოლა და ასე რომ ჩემთვის მთავარი ამოსავალი აქ არის სწორედ ის, რომ იყოს დაცული სიტყვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენებას, თან სერიოზულ საფრთხეს მე ვგრძნობ. დაგგრძნობ იმას, რომ შეიძლება ჩვენ იგივე წრეზე დავტრიალდეთ, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, როცა შეიძლება მივიღოთ ყველა ეროვნული მაუწყებელი იმ მოცემულობით, როცა ყველას ერთი და იგივე ნიუსის ტექსტი, ყველა ერთი და იგივე ნიუსით იწყებს საინფორმაციო გამოშვებას და ყველგან 60-ია, ხო? ეს მოცემულობა ძალიან მარტივად შეიძლება შეიქმნას და აი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს არათუ მედია მოცემულობას და მედია მოცემულობას, არამედ შეცვლის პოლიტიკურ რეალობასაც ქვეყანაში. და შეიძლება ჩვენ არ მოგწონდეს, ვთქვათ, რუსთავი 2 და ვფიქრობდეთ, რომ ის არის მედია სტანდარტების დამრღვევი და არის პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამომხატველი. მეც ვამბობ ამას ღიად, რომ მე შეიძლება არ ვუჭერდე მხარს რუსთავი 2-ს და არ ვიღებდე მას როგორც ამგვარ მედია საშუალებას და მივიღებდე, როცა კონკრეტულ პოლიტიკური პარტიის პროპაგანდაზე ემსახურება მედია საშუალება, მაგრამ მე ვიცავ უზენაეს და უპირატეს უფლებას და ღირებულებას, ფასეულობას, ეს არის სიტყვის თავისუფლება. ადამიანის უფლების თავისუფლება კი. და რაც შეეხება WikiLeaks-ი, აქ აშკარად უნდა აღინიშნოს ის მომენტიც, რომ ეს არის ის თქვა საშუალება, სადაც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა რეგისტრაციის გავლის გარეშეც უკაცრავად ატვირთოს მისთვის სასურველი მასალა და გაავრცელოს. ბუნებრივია ამას სჭირდება ადეკვატური ვიკიპედიაში. ისე როგორც ვიკიპედიაში, ასე რომ ხო, ბუნებრივია ამ ყველაფერს სჭირდება ადეკვატური რეაგირება ხელისუფლების მხრიდან და გამოძიება ბუნებრივია, რომ ყველაფერს ახალი დაეთქვას. როგორც დღეს 12 საათზე და გავიგეთ პრესკონფერენციიდან. ხო, ნახოთ როგორ გამთელდება მოვლენები. დავაკვირდეთ ამ პროცესს. დავიწყეთ საუბარი და აი სასამართლოს სისტემაში მესამე ტალღის რეფორმები ხორციელდება. მე ძალიან ბევრი გადაცემა მქონდა ამ თემაზე მომზადებული. ქალბატონ ნინო გვენეტაძეც კი ყავდა სტუმრად გადაცემაში. და ახლა ყველა ადამიანს თავისი დამოკიდებულება აქვს რეფორმების მიმართ. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის არ არის მისაღები.
აი თქვენი აზრი მაინტერესებთ, თქვენ მაინც მუშაობთ ისეთ თემებზე, სადაც თქვათ გიწევთ დახურულ სისტემებთან ან იმ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, საიდანაც უნდა გამოიტანოთ ის რაღაც მასალა, რომელიც შემდეგ თქვენს ჟურნალისტურ გამოძიებაში დაგეხმარებათ, არა? და უნდა ამოქმედდეს თუ არა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, ასევე როგორ უყურებთ მოსამართლეთა არჩევის წესს და საქმეების ელექტრონულად განაწილების სისტემას. კიდევ ბევრი საკითხი არის იქ, თქვა თავმჯდომარის არჩევის წესი, თქვა 10 წლიანი გამოსაცდელი, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილია, რომ 10 წლიანი გამოსაცდელია და უკვე ჩაეთვლება და შემდეგ უკვე გამოსაცდელადად გავა და აღარ იქნება თქვათ მოსამართლეს. აი ამასთან დაკავშირებით ყველაფერთან თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო, ჩემთვის თავარია ის, რომ ეს რეფორმები იყოს მიმართული იქეთკენ, რომ სასამართლო იყოს რეალურად დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური და ნებისმიერი სახის გავლენებისგან. მე რასაც ვუყურებ გარედან ამ პროცესს, ეს ამ რეფორმებში ჯერჯერობით ეს არ იკითხება. არ ვიცი, წინასწარ არაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ხოლმე ვცდებოდე და ეს ასე არ იყოს. იმიტომ რომ იგივე დამოუკიდებელი ინსპექტორი მაგალითად, ხო? ანუ რას აკეთებს, მან უნდა მოაგროვოს საქმეები, კონკრეტული მოსამართლეს. ანუ ორგანიზაციული კუთხით ტექნიკურად უნდა დაეხმაროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გადაწყვეტილებას არიღებს. და უნდა მიეწოდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხო? ანუ ჩემთვის ხო და გადაწყვეტილებას არიღებს თვითონ. ანუ რატომ გახდა ეს აუცილებელი, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორი იყოს, ვთქვათ, ამისათვის აუცილებელი რატო არის? ანუ მე პასუხები ვიცი, ვთქვათ, არასამთავრობო სექტორისას და თავად მოსამართლეებისაც, რომ ანუ უზენაესის საბჭოს წევრების, რომ იქ იმიტომ დადგა ეს საკითხი, რომ ძალიან ბევრი საქმე მოგროვდა მოსამართლეთა წინააღმდეგ და ვერაუდიან ამ საქმეების, ვთქვათ, თანხილვას. აი მე მოვისმენეს, ხო რომ დინო გვენიტაძის პასუხი გაზეთ ბათუმელებთან, ის რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ნუ სტატისტიკურად ძალიან შემცირდა ეს საქმეების რაოდენობა და ის ამბობს, რომ არის ერთი მომენტი, ან ის რომ კარგად მუშაობენ მოსამართლეები, უნდა დაუშვათო, რომ ესეთი მომოცემულობა გვაქვსო. ანუ ვთქვათო, მოსამართლეებიო ძალიან კარგად მუშაობენო და უკვე განაწყენებული მოსარჩელი მხარე ძალიან ნაკლებიაო. ხო, ან რეალურად ადამიანმა დაკარგეს იმის იმედი, რომ იუსტიციის საბჭო რეალურად განიხილავს საქმეებს და დაისჭებიან მოსამართლეებიო და ამიტომაც აღარ შემოგვდეს საქმეებიო და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალიან დაბალია ის მაჩვენებები, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ვთქვათ, გამოაქვს გამოტყუნებელი გადაწყვეტილება თუ როგორც გვია ხარ უცის სამართლებრივი ტერმინი, მოსამართლეების წინააღმდეგ. ხოლო რამდენიმე შემთხვევა იყო წლების განმავლობაში, ხოლო რამდენიმე შემთხვევა, როცა მათ მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით მიმართეს ამა თუ იმ მოსამართლეს და ამ შემთხვევაში, როცა სასამართლოს რეიტინგიდან არც ისე მაღალია საზოგადოებაში და განაწყენებული ძალიან ბევრია როგორც მოქალაქე ასევე სხვადასხვა მხარე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საქმე რეალურად ალბათ შედის კიდევაც ამ საბჭოში და ინტერესი ბუნებრივად ძალიან დიდია და მოთხოვნა დიდია, რომ განიხილოს ამ საბჭომ ობიექტურად ამა თუ იმ მოსამართლეს გადაწყვეტილება და დამოკიდებულება და ამიტომაც მთავარი რეფორმა იყოს მიმართული არა იქეთკენ, რომ რაღაც ახალი სუბიექტი და მოთამაშე გახდეს ამ პროცესში, გაჩნდეს, არამედ იქეთკენ, რომ რეალურად ამოქმედდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მან რეალური გადაწყვეტილებები მიიღოს ისეთი, რაც გაზრდის შემდეგ ნდობას საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ. აი ესეთ გადაწყვეტილებებზე ესეთ რეფორმებს ველოდები მე და ჯერჯერობით ამაში კარგი. ელექტრონულად განაწილების სისტემა რაღაც მხრივ არ შეუწყობს ხელს, ვთქვათ, ერთნაირად რო იყოს ყველა მოსამართლე წარმოდგენილი და ვთქვათ, აი მაგალითად ჯაბა არის მოსამართლე და თამილად ჯაბას უწევს 10 საქმის განხილვა, თამილას 1-ის. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბას და თამილაც ერთნაირები არიან, ხო? აი ელექტრონულად განაწილების სისტემა ხო, ნუ როგორც ასევე თავად დინო გვენიტაძის ამბობს, თან გამჭვირვალობის ერთ-ერთი გამჭვირვალობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი და ალბათ არის კიდეც ესე. მე ვერ შევალ ამ დეტალებში, იმიტომ რომ არ ვარ თქვათ ესეთი სამართლის ექსპერტი. უბრალოდ მე წამიკითხავს და ვეცნობი ხშირად ამ კუთხით იგივე ჩემთვის სანდო ორგანიზაციების, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საია იურისტ ასოციაციის, მათ შეფასებს და მათ აქვთ არაერთი კრიტიკული მინიშნება და თქვათ შენიშვნა ამ რეფორმებთან დაკავშირებით და საინტერესო და მე წინა გადაცემაში მყავდა ბატონ გიორგი ხიმშიაშვილი და გიორგი ძალიან ცლად და კარგად ისაუბრა ამ თემაზე. და კარგი იქნება თუ კი ამ შენიშვნებს ისინი გაითვალისწინებენ, რომ ჯერა რომ მათი შენიშვნები არის რეალური და სამართლიანი. თქვენ ზოგადად ისაუბრეთ სასამართლო სისტემაზე და კონკრეტულად ბათუმის სასამართლოზე შეგიძლიათ რამე თქვათ, აი ზოგადად როგორ მუშაობს დღეს ბათუმის სასამართლო? ხო, აი ბათუმის სასამართლო შემთხვევაში, რაც თქვი იგივე საჯარო ინფორმაციის ნაწილი შესაძლებელი მნიშვნელოვანია, ასევე თქვა 4G-თ სარგებლობთ, აი მათი კი, მიმიწერია ხშირად. თავად სასამართლოსგან რაც გვაინტერესებს, ინფორმაციის მიღების კუთხით ეგ უკვე აღარ არის პრობლემა, ამოქმედა ელექტრონული სისტემაც, რაც ძალიან კარგია. მიმიწერია არაერთხელ ეს ელექტრონულად მათთვის და მიმიღია კიდევაც საკმაოდ სწრაფად ეგ ინფორმაცია, ამ ხრი პრობლემა არ არის. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ იგივე ის პროცესი, რაც გუშინ დასრულდა, ასევე საშემელი აღნიშნა და გუშინ გავეცანია ინფორმაცია 17 მაისის
პროცესი, ანუ როცა სასამართლომ გაამართლა ყველა ბრალდებული, ვინც იყო 17 მაისის საქმეში, მათ შორის სასულიერო პირები, ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, მესიჯი, ასე ვთქვათ, გზავნილი სასამართლოსგან, რომ ჯერ კიდევ ის არ არის თავისუფალი, როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური გავლენებისგან და ძალიან ცუდი განწყობა დამეუფლა ამის შემდეგ და ვიფიქრე, რომ იმიტომ რომ შეუძლებელი ის კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ 17 მაისს, ამის შემდეგ სასამართლომ თქვას, რომ არავინ არ არის დამნაშავე, ხო, ძალიან არადამეჯერებელი მოცემულობა. რაც იყო ბათუმის სასამართლოს, მე შემიძლია ვთქვა ბოლო ფილმზე, ბოლო საგამოძიებო ფილმი ჩვენ ქონდა ტრაფიკინგზე და ტრაფიკინგის კუთხით მინდა გითხრათ, მე ამოვიწერე ეს მონაცემები კიდევაც, სტატისტიკური მონაცემები, რომ 2010 წლიდან 2015 წლამდე, ანუ ეს არის დაახლოებით მაისის თვის მონაცემები 2015 წლის, სულ 6 შემთხვევა იყო 6 საქმეზე დადგა გამოტყუნებელი განაჩენი ტრაფიკინგის კუთხით. არა ეს ფაქტები ტრაფიკინგის არის საკმაოდ ბევრი. ბევრი როგორ ათეულობით თუ? ხო, მე რა მინდა ვთქვა, რომ სულ 83 პირი მიეცა პასუხისგებაში პროსტიტუციის ადგილის გადაცემის ბრალდებით. მხოლოდ 6. ხო, მხოლოდ 6-ში აღმოჩნდა ტრაფიკინგის ფაქტი და მე რა მინდა ვთქვა, სამწუხარო თქვა დამოკიდებულება არის სწორედ ის, რომ ეს 83 პირი როცა დააკავა პოლიციამ და პროკურატურამ ისინი თქვა ბრალდება წაუყენა, ამ შემთხვევაში 83-ვე შემთხვევაში საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვაც კი არ შემდგარა. ამ საქმეებზე ეს იყო 83-დან 58 შემთხვევაზე ზუსტად რო ვთქვათ. დანარჩენ შემთხვევაში პროკურატურის მოთხოვნას, რომ ისინი მხოლოდ დაეჯარიმებინათ და გაეშვათ უკან, სასამართლომ მოთხოვნას დაეთანხმა. და ეგ არის ძალიან ცუდი ტენდენცია, იმიტომ რომ საქმე ეხება არაჩვეულებრივ რაღაც დანაშაულს და დარღვევას, არამედ ეხება ადამიანის მონობას, თანამედროვე მონობას, რომელიც ხდება ჩვენს ქალაქში, ჩვენს რეგიონში. ადამიანები ხდებიან მონობის მსხვერპლი 21 საუკუნეში, აქ ბათუმში. მე როცა ვაკეთებდი ფილმს, აღმოჩნდა, რომ ორი გოგო ბათუმში ერთ-ერთ ბინაში ყავდათ გამოკეტილი 2 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს არა, ესენი იყვნენ თორჩდები ტაჯიკეთიდან და ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად რომ პოლიცია ამბობს, რომ ჩვენ უკვე სპეციალური ჯგუფი გვყავს, ვინც მუშაობს ამ კუთხით და ესე შემდეგ და აქტიურობთ, 2 წლის განმავლობაში პოლიციამ ეს ფაქტი ვერ აღმოაჩინა. და ვინც აღმოაჩინა პოლიციამ რეიდების შედეგად, ეგრეთ წოდებულ რეიდების შედეგად, ჩვენ ვიცით ეს სასტუმროები, თქვა ბარები და ესე შემდეგ, რომელიც მუშაობს ამ კუთხეს, ყველა მიწეს მქონი ამ ქალაქში. ხედავთ, რომ ამ ადამიანებს აკავებენ ერთ დღეს, ერთ მშვენიერ საღამოს მოაწყობენ რეიდებს, შემდეგ პროკურატურა მოითხოვს, რომ მოხდეს მარტო საპროცესო გარიგება, ანუ ვერ ხედავს ტრაფიკინგის ნიშნებს ამ საქმეებში და არადა გამოდის, რომ არის ეს ტრაფიკინგის ფაქტები. სასამართლოც ამას ბრმად ეთანხმება, არსებითი განხილვის გარეშე უშვებს ამ ადამიანებს უკან 2000-3000 ლარიანი ჯარიმები, ის ადამიანები ისევ უბრუნდებიან საკუთარ სასტუმროებს. ასე, იმიტომ რომ ისინი ვინც თქვა ტრაფიკინგის მსხვერპლნი არიან, ეთყობა არ ამბობენ ამას ღიად? თუ რატო? ერთ მომენტიც არ რომ ისინი ვერ ამბობენ, მაგრამ ეს არ არის ბუნებრივი არაფრის გამართლება, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ის მოწმობა პოლიციის მიმართ. თქვა იგივე ის შემთხვევა, როცა გამოკეტილები იყვნენ ოთახში, ისინი ბუნებრივად ვერაფერს ვერ იტყოდნენ, ხო? იყო კონკრეტული ტრაფიკი, რომელიც მართალია დააკავა პოლიციამ და დაისაჯა კიდევაც, მაგრამ 2 წლის განმავლობაში, როცა ადამიანი არის ტყვეობაში, დაკავებული ადამიანი გვერდით მეზობელი ვიღაც, მე არ მესმის როგორ შეიძლება 2 წელი იყოს ადამიანი დაკავებული და არავინ არ იცოდეს ამის შესახებ. ხო, აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ გვაქვს საქმე სექს ინდუსტრიასთან, ხო, ორგანიზებულად მოქმედებას. ანუ ჩვენ ვიცით, თქვა, რესტორნები, კაფეები, ბარები, სასტუმროები, რომლებიც მიზანმართულად ამისთვის მუშაობენ. და ვხედავთ მათ მფლობელებს, ვისაც აკავებენ თან არაერთხელ. თქვა, იგივე სასტუმრო არანაირ შემთხვევაში შემიძლია დავასახელო ერთ-ერთი მაგალითი, დააკავეს მისი მფლობელი და აჯარიმეს, გამოუშვეს. მე როცა მივედი გადასაღებად იგივე ამ არენასთან, იქ არის ღამის კლუბიც და სასტუმროც, იქ დამხვდა იგივე ის მფლობელი, ვინც დაკავებული იყო და დაჯერიმებული გამოუშვეს გარეთ. ანუ ესეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი და სასამართლო რომ ამას ეთანხმება ესე პირდაპირ და არსებით განხილვაც კი არ დგება ამ ტიპის საქმეებზე, რომელიც თანამედროვე მონობას ეხება, ეგ ძალიან სამწუხარო ტენდენციაა. ძალიან კარგი ინფორმაცია მომაწოდეთ და შემდეგ ერთ-ერთ გადაცემაში ალბათ ამ თემასაც შევეხებით და გავაკეთებთ მოსამართლეებს ალბათ დავუსვა. კი, საინტერესო იქნება კი მოსამართლეების პასუხი. თანხდებით იმაზე, რომ ყველა ჟურნალისტს სასამართლო პროცესის გაშუქება არ შეუძლია და ამიტომ ზოგადად ყოველთვის ზოგიერთ არხზე ზოგიერთზე კი არა, ყველა არხზე ალბათ ნახევრად გაშუქებული სიუჟეტები გადის, ანუ ყველა ჟურნალისტმა არ ჩედის ჟურნალისტის მოვალეობაში, რომ იცოდეს სისხლის სამართლის კოდექსი ან სამოქალაქო კოდექსი თავიდან ბოლომდე ზეპირად. როგორ ფიქრობ, სასამართლო რეპორტერის ინსტიტუტის ამოქმედების დრო დადგა თუ არა? მე ეს კითხვა დავუსვი თქვენი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო ჩვენთან მაიკო მერკულაძე და იმასაც დავუსვი ეს კითხვა.
და თქვენ სარღზე თუ მოიძებნებიან ის ჟურნალისტები შენს გარდა ჯაბა რომლებიც მცირე გადამზადების შემდეგ ხოლოდ ამ განხრით იმუშავებენ, მაგრამ შენ ხომ გაქვს სპეციალობა სამართალმცოდნეობის მხრივ მიღებული განათლება და მცირე გადამზადების შემდეგ ამ განხრით იმუშავებენ თუ არა თქვენ სარღზე, ვთქვათ და მე მგონი ჩემი აზრით, აღა მე ჟურნალისტი ვარ ამდენწლიანი სტაჟით. მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულად რაღაც თემებს, აი მე ადრე აჭარის ტელევიზიაში როცა ვმუშაობდი, როდესაც მივედი მომაბარეს კულტურის გაშუქება, კულტურის თემების. ვაშუქებდი კულტურას, მე ჩათვალეს, რომ მე გავიზარდე და ვაშუქებდი ინდუსტრიულ, ანუ მაშინ იყო მანქანათმშენებელი ქარხანა, რაღაც ქარხნები იყო. მე გავიზარდე და ვთქვათ საზოგადოებრივ ამბებს ვაშუქებდი და მე უკვე პოლიტიკის გაშუქების უფლებაც მომცეს. ასე იყო ადრე და მე ვფიქრობ დღესაც უნდა იყოს ასე ვიწრო რაღაც თემებს უნდა კი, რა თქმა უნდა, გაუცილებელია და კარგია, ჩვენ ხედავთ ამ ევროპულ პრაქტიკას და ხედავთ მათი სტანდარტები როგორია და ამის შესაბამისად შემდეგ მათი გავლენა პროცესებზე, იმიტომ რომ როცა თემატურია ჟურნალისტიკა და ჟურნალისტობა მეტი რამ იცის იგივე სასამართლოს შესახებ, სამართლის შესახებ, ან ეკონომიკის ან პოლიტიკის შესახებ, ის ბუნებრივია, უფრო კარგ აქცენტებს აკეთებს, უფრო მეტი თქვა საშუალება აქვს იმის, რომ უფრო ღრმად ჩაწვდეს რეალურ არსამათი პრობლემის და შემდგომ ამ ინფორმაციას უფრო მეტი ღირებულება აქვს. Ჩვენთან უბრალოდ ჯერ კიდევ არ გვაქვს ეს რეალობა და ეს ასე ვთქვათ ფუფუნება ერთგვარად მედია საშუალებებს, რომ ყოველ შემთხვევაში TV25-ს რომ ესეც ცალკე იყოს გამოყოფილი, ვთქვათ, ერთი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს სასამართლოზე, ჟურნალისტი, ვინც მუშაობს ეკონომიკაზე, ვინც მუშაობს პოლიტიკაზე და ასე შემდეგ. ხაშურს ბათუმელებს ყავს ჟურნალისტი. ხო, ბათუმელებს ყავს, ვინც მუშაობს სამართალზე, ცალკე და ძალიან კარგია. და ეთყობა კიდევ ეს მედია საშუალებას. ჩვენთანაც ვისურვებთ, რომ ესე იყოს და მივიდეთ ამ მოცემულებამდე, რომ ყავდეს ჟურნალისტები, ვინც ვთქვათ, ცალკე გააშუქებენ სასამართლო პროცესებს და ზოგადად ადამიანის უფლებებს. მე მაგალითად აღა დავიწყე, რა თქმა უნდა, მე კულტურაზე დავიწყე საუბარი და მე ვთვლი, რომ იმ კულტურასაც თავისი ისეთი ადამიანი უნდა, ვისაც ეს ესმის და აშუქებს, იმიტომ რომ ზოგადად ხანდახან შუქდება ინფორმაცია, ეს ჩატარდა, გაკეთდა, გადაეცა და რაღაც ამდაგვარად და რა ვიცი, მე ვფიქრობ, ესეც რო გაშლილი იყოს, ესეც კარგი იქნება. მე მარტო სასამართლო სისტემაზე ავლაპარაკობ. ხო, ასეც არ ვხედავ, რომ რაღაცა კულტურა თქვა დგას პოლიტიკაზე დაბლა, არა, კულტურაზეც. ნამდვილად არა, არც სპორტი, პოლიტიკა, კულტურა, ყველაფერი ახლა მთავარია, როგორ მივაწოდებთ ამას ჩვენ მაყურებელს, მსმენელს და მკითხველს. ეს არის მთავარი. აუცილებლად უნდა გკითხო ჯაბა ნაადრევი ქორწინების თემაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან აქტუალური საკითხია დღეს მართლმსაჯულებაში. არასრულწლოვანების ქორწინება შესაძლოა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით გახდეს შესაძლებელი. ნუ ადრე ეს ასე არ იყო, თქვენ ტრაფიკინგზე ფილმი გააკეთეთ და ზოგადად ნაადრევი ქორწინებაც ეს ტრაფიკინგის ერთ-ერთი სახეა. და ამ პროექტის ავტორი არის სახალხო დამცველი, ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სტატისტიკური მონაცემებით 2011 წლის ოქტომბრიდან 13 წლის იანვრამდე, ანუ ახალი ჯერ არ გვაქვს მონაცემები. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება. ეს რას ნიშნავს კი იცი შენ, ანუ ქალები, რომლებიც ვერ მოვლენ პოლიტიკაში, ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან გადაწყვეტილების მიღებები და ასე შემდეგ. გოგონები ანებებენ თავს განათლებას, მათ შორის სამოქალაქო განათლების მიღებას, ხო? და როგორ ფიქრობ, თემის გაშუქებას თუ უთმობს მედია საკმარის დროს და თქვენს პრაქტიკაში რამდენად ხშირად გაშუქებულა ეს თემა? ხო, ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი ციფრები, რაც ახლა წაიგიხეთ, არის ნამდვილად განგაშის ზარები რა. და ეს არ არის დღეს შექმნილი მოცემულობა, ძალიან ცუდი სურათია ეს, ძალიან ცუდი და ამაზე ჩვენ რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება ბევრი უნდა ველაპარაკოთ და რაც თავი უნდა იმატოს განათლების დონე ამ კუთხით და გააზრება იმის, რომ ეს არის პრობლემა, თორე საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად უყურებს ამას, ჯერ კიდევ არ აქვს ჩვენ საზოგადოებას სამწუხაროდ გააზრებული, რომ ეს არის, არ ვიცი, ცოცხლად მოკლა ადამიანის. ჩემთვის ამის თოლფასია, რომ ცოცხლად კლავ ადამიანს, როცა 13 წლისას ათხოვებ და აქორწინებ. და თუნდაც 16 წლისას 13 რა თქმა უნდა უფრო სავალალოა თუ გინდათ 16 წლისას. თუნდაც კი ბატონო, კი გეთანხმებით. ამ შემთხვევაში თუ კი იქნება კონკრეტული რეგულაციები და კანონი იმუშავებს და კანონი იქნება რელევანტური, ეს იქნება ბუნებრივად ძალიან კარგი. ჩვენ მაგალითად გქონდა სოფლად ცხოვრები ქალების დღე აღინიშნებოდა რამოდენიმე დღის წინ, გაეროს მიერ აღნიშნული დღე არის ეგ და ეს დღე ვთქვათ გქონდა აღნიშნეთ ჩვენ გადაცემა დიალოგში, ყავდა სხვადასხვა ერთ-ერთი სტუმარი მოსწავლე, სკოლის მოსწავლე, თხილნარის საჯარო სკოლიდან და მანაც დაგვიდასტურა თქვა ის მოცემულობა, რომ ბოლო წლის განმავლობაში 8 წყვილი შეიქმნა უკვე სკოლიდან. ანუ სკოლის მოსწავლეებმა 8 ოჯახი შექმნეს. რაც საკმაოდ ასევე საგანგაშო მაჩვენებელია.
ხო და ამ კუთხით სავალალო შედეგები მოყვება ნაადრევ ქორწინებებს, ეს უკვე ჩვენი გადასახედიდან და ჩვენი ცხოვრებისეული პრაქტიკიდან გამომდინარე. კი, ერთი მათი პირადი ტრაგედიაა უკვე და მე უკვე საზოგადოებრივიც, იმიტომ რომ ისინი უკვე ვეღარ რეალიზდებიან ვერც ერთი კუთხით. იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, როცა ამოქმედდება, უფრო სხვანაირი მიდგომა იქნება და უფრო აი მე ახლა ჩემი ასაკიდან გამომდინარე მახსოვს როგორი იყო საბჭოეთის დროს, თქვათ, ბავშვთა ოთახები იყო რაღაც ბავშვებს სხვანაირად ეს უნდა ამოქმედდეს კი აუცილებელია. მე ვფიქრობ ეს კარგი პრაქტიკა, მე არ ვიცი ახლა როგორი იყო მაშინ ეს პრაქტიკა, მაგრამ პრაქტიკა იყო. თითოეული ბავშვი იყო აღწერაზე, რომელიც თქვათ რაიმე საშავდა, იმას სახელმწიფო მფარველობდა და რა ვიცი, ეგერ ინსტიტუტში უშვებდა, ან თქვათ ასაქმებდა და ეს არ იყო ცუდი. ანუ მოსამართლეები თუ კი იქნებიან, განსაკუთრებით მოსამართლეებით გადამზადებული ამ კუთხით და აუცილებლად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ კონკრეტულად ამ სფეროზე იმუშავებენ, ეს მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი წესდას. იქნებიან არა მარტო მოსამართლეები, იქნებიან გამომძიებლებიც არასრულწლოვანთა და იქნებიან ვფიქრობ ადვოკატებიც. და ისინი როდესაც ამ ვიწრო თემას თვითონ უხემძღვანელებენ და თვითონ გამოიკვლევენ იმ საქმეებს, რაც არასრულწლოვანებთან არის დაკავშირებული, მე ვფიქრობ უფრო უკეთესი იქნება თვითონ მართლმსაჯულების და თვალსახად ეგრე, რომ ხედავთ, რომ არის მსგავსი პრაქტიკა უკვე იგივე შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში და ეს მუშაობს აშკარად. ჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. და რაც თავარია პროფესიონალიზმი, ანუ ვინც იცის კონკრეტულად როგორ უნდა იმოქმედოს არასრულწლოვანებთან. დიახ, ჩვენ გადაცემის დასასრულისკენ მივდივართ. ბოლო 3 კითხვა დამჭა თქვენთვის დასასმელი, ჩვენ გადაცემის დროში განკუთვნილი. გვერდს ვერ აუვლი ვერანაირად გენდერული თანასწორობის თემას. 9 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა შევიდა საქართველოს პარლამენტში და ამ ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში პროპორციულ სიებში ქალთა წარმომადგენლობა ყველა არჩევით ორგანოში გაიზრდება. ანუ როგორ არის, თქვა საქართველოს პარლამენტში თუ არის 150 მანდატი, 75 მანდატი იქნება პროპორციული სიით არჩეული. ანუ 75 მანდატში დაახლოებით 38 ის მოგვიწევს, რა ქვია, ადგილი ქალებს, დიახ. და რამდენად ხშირად ჩუქდება ეს თემა თქვენს არხზე? მაინტერესებს თქვენი მაყურებელი თუ იცნობს ამ თემას და ზოგადად თქვენი აზრიც მაინტერესებს კოტირების ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. აქ მაჟორიტარულ სისტემაზე აღარ შეგეკითხებით არაფერს. ხო, ბუნებრივია ძალიან აქტუალური თემაა დღევანდელ მოცემულებაში, ჩვენც ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე. თუმცა მე ვფიქრობ, უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება და უფრო მეტად უნდა დავუთმოთ დრო ამ თქვა პრობლემას. რაც შეეხება კოტირებას, ხო? ჩემი პირადი აზრი ხო ეგ არის, რომ შეიძლება ეს კოტირება იყოს ხელოვნური და არ იყოს შედეგის მომცემი. ეს ისედაც ხელოვნურია კოტირება. კოტირება არის იძულებითი დროებითი ზომა. ხო, მაგრამ ეს სწორედ ამგვარი გააზრება შეიძლება. ანუ შედეგი არ მოგვთ. შედეგიც იყოს შესაბამისად ხელოვნური. მე დიდი ხანია მუშაობ თემაზე ჯაბა და 3 არჩევნები არის თურმე საჭირო იმისთვის, რომ ადამიანები მიხვდნენ, რომ ქალები საჭირო არის, თქვათ, გადაწყვეტილების მიღებდა რიგებში. 3 არჩევნები. მე სწორედ ამ აზროვნების წინააღმდეგი ვარ, რომ პატრიარქალური საზოგადოების წინააღმდეგი ვარ, მასკულინური კულტურის რაღაცა გაფეტიშების, რომ ამაკაცები უპირატესები ვართ და ესე შემდეგ. ამის რადიკალური წინააღმდეგი ვარ და ვფიქრობ, რომ თავად ეს სტერეოტიპი და ეს იმდენად დავძიდოთ ჩვენ საკუთარ თავში და საზოგადოებაში, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ გქონდეს ჩვენ. და თავად გქონდეს მოცემულობა, როცა მამაკაცები აფასებენ, თქვათ, ქალებს, არ არის ეს, თქვათ, გენდერის ნიშნით დაყოფა არაფრის და თავად ქალბატონებიც, ქალებიც, თქვათ, ადეკვატურად აღიარებენ და ხედავენ საკუთარ რესურსებს. მე ეს მოცემულობა მინდა და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად და ეგ არის ჩემთვის. მაგრამ რეალობა არის ასეთი, როდესაც სია დგება, არავინ არ იცის სიას ადგენენ მამაკაცები. ფული არის მამაკაცების ხელში და თანმიმდევრობასაც წერენ კაცები. ხო, მე ვფიქრობ, რომ ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავად კულტურისკენ, როგორც მოცემულებისკენ, რომელიც ქმნის იმ მოცემულობას, რომ მამაკაცები უპირატეს მდგომარეობაში ვართ ვიდრე ქალები და არა კვოტირებით და ხელოვნური რაღაც ჩარებით, ანუ ნაკლებად ველოდები ამ კუთხით შედეგს. ანუ შეიძლება ჩვენ მივიღოთ კი ბატონო ქალბატონები პარლამენტში ან საკრებულოში, მაგრამ ისინი არ იყვნენ ადეკვატურები ან არ იყოს ეს შედეგის მომცემი. მამაკაცის შედგენილი სიები არ იყოს კარგი, თქვენ ამაზე საუბრობთ. მამაკაცმა არ უნდა შეადგინოს, ხო? ანუ თავად საზოგადოებამ დაძლიოს ეს პრობლემა და გენდერი აღარ უნდა იყოს პრობლემა. ანუ ამ კუთხით რაღაცის დაყოფა, ხო? მაგრამ ამას ყველაფერს ჭირდება ისევ სამოქალაქო განათლება, ისევ როლების გადანაწილება ბავშვობიდან ალბათ სწორად და მომზადებული პედაგოგები. პედაგოგები საბავშვოებიდან სისტემას ამ შემთხვევაში აქ მომისწვლილი მართლაც და მათ უნდა შეიცვალონ ეს რეალობა. რომ მასწავლებელმა პედაგოგმა არ უთხრას ბავშვს, შენ ნუტირი ხარ, ბიჭი ხარ და
შენ წადი დაალაგე, იმიტომ რომ გოგო ხარ. ან ეს გოგოს ფერია, ეს ბიჭის ფერია, ეს რატო გაცივერ და ესე შემდეგ, ხო? ძალიან ბევრი კლიშეები და სტერეოტიპები ამ კუთხით, ეს ანუ მითოლოგიზირებული აზროვნების შედეგია და სამწუხაროდ ვერ გამოვედით ჩვენ კარგა ხანი და ალბათ კიდევ ვერ გამოვალთ კარგა ხანს. თუ არ ვისაუბრებთ ბევრს. ხო, თუ არ მართალი ხარ, თუ არ ვისაუბრებთ ბევრს ვერ გამოვალთ. და ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს წევრი ბრძანდებით, რა ფუნქცია გაგესრიათ პირადად თქვენ საბჭოში? მე მოგს იგივე ფუნქცია რაც საბჭოს დანარჩენ სხვა წევრს, უცხრა ადამიანი ამ საბჭოში, როგორც ცნობილია, ანუ მოკეთ რო ვთქვათ მაყურებელს ეგ არის ქარტია, რომელსაც აწერს ხელს ასობით ჟურნალისტი. ჩვენ ვწდებით დღესდღეობით არის დაახლოებით 270 ხელმომწერი და ეს ხელმომწერები თანხმდებიან კონკრეტულ პრინციპებზე, რომელიც არის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აღიარებული, რომ ეს უნდა იყოს დაცული და არ უნდა დაარღვიოს არც ერთმა ჟურნალისტმა. ანუ თუ კი ვთქვათ ნებისმიერ პირს უჩნდება პრეტენზია, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ესე თუ ის პრინციპი, მედია სტანდარტები, მან შეუძლია მომართოს საჩივრით მედია საბჭოს, ანუ ჩვენ საბჭოს და ჩვენ საბჭოს წევრები 9 წევრი განვიხილავთ და მსჯელობის ვთქვათ გზით გავივლით ამ თემას, მოусმენთ ორივე მხარეს და შესაბამისად ვიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. ანუ ვაქვეყნებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მივიჩნევთ თუ არა, რომ ამ თუ მედია პროდუქტში დაირღვა ესა თუ ის ვთქვათ ქარტიის პრინციპი. ეს არის ჩვენი მთავარი საქმე. დიახ. და სამომავლო გეგმებზე მინდა კითხოთ გადაცემის დასასრულს, ახალ პროექტზე თუ მუშაობთ და როდის იხილავს მაყურებელი თქვენს ახალ პროექტს იმასთან ერთად, რასაც აკეთებთ? ჯერჯერობით ახალ პროექტზე არ ვმუშაობთ, ჩვენი მთავარი აქცენტი არის ჟურნალისტური გამოძიება, ჩვენ როგორც ცნობილია ჩამოვაყალიბეთ სტუდია რეკი, ეს არის საგამოძიებო სტუდია და ჯერჯერობით ველოდებით დონორების თქვენ მხარდაჭერას, რომ განვაგრძოთ ამ ჟურნალისტური გამოძიების კეთება. და ამას გარდა ბუნებრივად ვრჩებით გადაცემა დიალოგში, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუა და ალბათ უკვე იცის კარგად ეს კონო მსვენელმაც, უკვე მე-7 წელი, მე-7 სეზონი დავიწყეთ წელს და დიალოგსაც ჩვეულებრივ რეჟიმში განვაგრძობთ. დიდი მადლობა ჯაბა. დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ საინტერესო ეთერისთვის. ეს იყო გადაცემა მართსაჯულება. დღეს ჩვენი პირდაპირი ეთერის სტუმარი გახლდათ ჯაბა ანანიძე, ტელეარხი 25-ის ერთ-ერთი სახე და საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუს ანალიტიკური გადაცემის დიალოგი წამყვანი, პარალელურად კი სტუდია რეკ ჟურნალისტური გამოძიება დამფუძნებელი, დირექტორი და საგამოძიებო ფილმების ავტორი. გადაცემაზე ჟურნალისტი თამილა დოლიძე და რეჟისორი ინგან არჩემაშვილი მუშაობდნენ. გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით არის მომზადებული. ნახვამდის ჯაბა. ნახვამდის, მადლობა. და მე მშვიდობებით ჩემს რადიო მსვენელს. საქართველოს კონსტიტუციაში სასამართლო სისტემის საკითხებზე ცვლილება შევიდა. საქართველოში მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნოს. სასამართლოებს უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ. საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ჟურნალისტების ჩართულობა მხარეების პროფესიონალიზმის დახვეწას ხელი შეუწყო. გადაცემა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით.